მე ვარ დემეტრე ჯაფარიძე 9 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კალათბურთის თამაში, ხატვა, ჭადრაკი და ლეგოების აწყობა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კალათბურთის თამაში. უკვე მეორე წელია დავდივარ კალათბურთის წრეზე. ხშირად ვთამაშობ შეტევაში და დაცვასაც ვეხმარებ. ყველაზე კარგად გამომდის ჯარიმის ჩაგდები. გამოსასწორებელი მაქვს ორნაბიჯში შესვლა. უკვე 3-ჯერ მქონდა შეჯიბრება და ყველაზე მეტად მომეწონა მეორე. იმიტომ რომ ის თამაში მოვიგეთ და ჩემ გუნდში ვიყავი საუკეთესო. ჩემი საყვარელი კალათბურთელია მაიკლ ჯორდანი და საყვარელი გუნდია ამერიკის ნაკრები. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 8 ნომრით. ჩემი მწვრთნელია საშა სვანიძე. ის არის მხიარული, მეგობრული, ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ისე შემაყვარა თავი, რომ ერთხელ დავხატე კიდეც. ხატვაც ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან ვხატავ. 2 წელია რაც დავდივარ ხატვის სტუდიაში და ჩემი მასწავლებელია ლალი ღვინჯელია. ძალიან კარგ გაკვეთილებს გვიტარებს და ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელია. კარგი გარემოა და ხატვას ვსწავლობ მუსიკის ფონზე. ჩვენ ხშირად ვხატავთ ვან გოგის ნახატებს და ამადეო მუდელიანის ნახატებს. ჩემთვის რთულია ცხვირის დახატვა და ადვილია ფერების შერევა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს თეთრი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 50-მდე კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ სიამოვნებს მათი ყურება. შარშან მქონდა გამოფენა და ამ გამოფენაზე წარმოდგენილი მქონდა 2 ნახატი. ერთი ნახატი გაიყიდა და ერთი წამოვიღე სახლში. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნახატები იყოს ცნობილ მუზეუმებში გამოფენილი. ხშირად ვხატავ დედიკოს და სულ ძალიან ლამაზი გამოდის. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ავტობუსის მძღოლი. ახლა მინდა გამოვიდე კალათბურთელი და გამომგონებელი. გამომგონებლობა იმიტომ მომინდა, რომ უნდა გამოვიგონო ფრინავი მანქანა, ოღონდ მარტო არ დავფრინავ წყალშიც დაცურავ და მიწის ქვეშაც. ძალიან მიყვარს მანქანები და სახლში მაქვს მანქანების კოლექცია. ახლა მაქვს 325 ცალი და ჩემი მიზანია შევაგროვო 1000. 24 წლის რო გავხტები ვიყიდე შავ ჯიპ მერსედეს. ცოლს მოვიყვან კაბრიოლეტი. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 19 წლის. შვილებს დავარქმევ დემნას, დათას, ნიას და დალის. ახლა მინდა ვიყო 16 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები პროფესიონალი გამომგონებელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მთელი ჩემი ოჯახი იქ სწავლობდა დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც, ბიძიაც, დეიდაც. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანიტა ასკეროვა. ყველაზე ჭკვიანია ვაჩი ართმილაძე. ყველაზე მშვიდია ემილი შაინიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია დემეტრე გილაძე. მე ვარ ყველაზე რდილობიანი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ბელა ნამგალაძე. იმიტომ რომ ჩემ მამას ასწავლიდა, ძალიან მხიარულია, ძალიან კარგად ხსნის გაკვეთილს. თუ არ გავაბრაზებთ, არ გვაძლევს შენიშვნას. ყავს ბევრი მასწავლებელი და ყველა მასწავლებელში ძალიან გამიმართლა. მე ასევე მიყვარს ჭადრაკი, ბავშვობიდან ვთამაშობ. 4 წლის ვიყავი, როცა დამოუკიდებლად ვისწავლე. მამა მაძლევდა ხოლმე ტელეფონს და იქიდან ვსწავლობდი. მაშინ ვთამაშობდი ტელეფონის პროგრამაში და ახლა ვუგებ მთელ კლასს. ჩემი საყვარელი ფიგურაა პაიკი. ბოლოში რო წავა, შეგიძლია ყველა ფიგურა გააცოცხლო და მაგიდო. ჩვენთვის უფრო კომფორტულია შევებით თამაში. უფრო მეტი დრო მაქვს დასაკვირვებლად და მოსაფიქრებად. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ბოროტ ხალხს გავაკეთილებ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში ან იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რა არის ჩემი საუკეთესო თვისება. მე მგონია, რომ ჩემი საუკეთესო თვისება არის სწავლის სურვილი. მე რომ კარგი ბიჭი ვარ არის დედიკოს და მამიკოს დამსახურება. მამიკო არის მხიარული, ზოგჯერ მკაცრი, სამართლიანი, ჩემსავით სიმპათიური და ის ძალიან მგავს მე. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, მზრუნველი, მოსიყვარული და ხანდახან მკაცრი. ძალიან გამიმართლა ასეთი კარგი დედიკო და მამიკო რომ მყავს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას.
ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემი მეგობარ სანდრო ხინიკაძესთან ერთად. ჩემი ჰობია ლეგოების აწყობა. პირველად ლეგო რო ავაწყე ვიყავი 6 წლის. ლეგოებსაც ვინახავ დიდ კუჭში და მაქვს მაგათი კოლექციაც. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რომ მაჩუქეს 4 წლის ასაკში ტელეფონი. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 6. ბედნიერება არის დედიკო, რომ ძალიან ლამაზი მყავს და დედიკოს და მამიკოს ძალიან ვუყვარვარ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.